ამ ვიდეოში განახებთ როგორ ვაკეთებ უგემრიელეს 11 ლიტრ გლინტვეინს. პირველ რიგში დაგვჭირდება 180 გრამი ფორთოხლის ცედრა და 1 ლიტრი წვენი ცალ-ცალკე. მე არ ვიყენებ დაჭრილ ფორთოხელს, რადგან მისი თეთრი კანი ამწარებს ღვინოს. ხილის არომატულობისთვის ვიყენებ 8 საშუალო წითელ ვაშლს, რომელსაც ჭრი წვრილად და გადამოქვს ქვაფის ცედრებთან ერთად. გლინტვეინის ყველა სანელებელს ვიყენებ დაუფქვავს. მე გამოვიყენე 100 გრამი დარიჩინის ჭხირი, 40 გრამი ანისის ვარსკვლავი, 25 გრამი მიხაკი, 10 გრამი ილი და 5 გრამი მუსკატის კაკალი. ღვინის ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მსუბუქი სხეულის მქონე წითელი მშრალი ღვინო. ამ გლინტვეინს ვაკეთებ 9 ლიტრი ღვინით, ხოლო საბოლოოდ გრჩება 11 ליტრამდე სითხე. სიტყვისთვის ვიყენებ 1 კილო თავს, მაგრამ შეგიძლიათ შაქარიც გამოიყენოთ. საბოლოოდ ქვაფს ვდგამ საშუალოზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე და ვაცხლებ კარგად დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, ისე რომ არ ადუღდეს სითხე. გლინტვეინს გადავწურავ წვრილი საწურით და მზადაა. გამოდის უგემრიელესი გლინტვეინი, რომელიც იდეალურია ზამთრის ცივი ამინდებისთვის.